მოგესალმებით, ეთერშია გურიის ახალი ამბები, მე თამთა დოლიძე ვარ. ოზურგეთის 2025 წლის ბიუჯეტი მესამე კვარტლის მონაცემით, როგორც ხარჯვით, ასევე შემოსავლების ნაწილში 65%-ით შესრულდა. ამ და სხვა საკითხებზე დღეს ოზურგეთის საკრებულოს სხდომაზე იმსჯელეს. დღეს ოზურგეთის საკრებულოს სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული ორი საკითხი განიხილეს. ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რომელზეც დეპუტატებმა ინფორმაცია მიიღეს, 2025 წლის ბიუჯეტის მეორე კვარტლის შესრულების ანგარიში იყო. მერიის საფინანსო საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა აღნიშნა, რომ ბიუჯეტის მეორე კვარტალი, როგორც ხარჯების, ასევე შემოსავლის ნაწილში 65%-ით შესრულდა. ბიუჯეტის პრიორიტეტად კი კვლავ ინფრასტრუქტურა, სოციალური სფერო და დასუფთავება რჩება. რაც შეეხება მეორე საკითხს, რომელზეც დეპუტატებმა იმსჯელეს, ოზურგეთში შოთა რუსთაველის ქუჩაზე. შოთა რუსთაველისვე ბიუსტის დადგმა იყო. აღნიშნულთან დაკავშირებით საკრებულომ განკარგულება მიიღო. დღეს წარმოვადგინეთ ინფორმაცია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2025 წლის მეორე კვარტლის ანგარიშის შესახებ. ანგარიში მოიცავდა 6 თვის განმავლობაში მუნიციპალიტეტის მიერ მიღებული შემოსავლების და ხარჯების შესახებ გაწეულ ინფორმაციას. ჩვენი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი ორი კვარტლის განმავლობაში განსაზღვრული იყო 15 მილიონამდე, შესაბამისად წლიური შემოსავლები, ასე ვთქვათ, მეორე კვარტლის შემოსავლები 65%-ამდე შეადგენს შესრულებას, 35 მილიონით შესრულდა როგორც შემოსავლების, ისე ხარჯების ნაწილში. ძირითადად, როგორც მოგეხსენებათ, ჩვენი პრიორიტეტები არის განათლება, ინფრასტრუქტურა, დასუფთავება, სოციალური დახმარება და ეკონომიკური განვითარება. შესაბამისად, ის პროგრამები, რომლებიც იყო წარმოდგენილი და პროგრამები ღონისძიებების ფარგლებში დეტალურად იქნა წარმოდგენილი ინფორმაციები შესაბამისი სამსახურების მიერ, რაც შეეხება ზოგადად ფისკალურ მონაცემებს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის შესრულებას, ასე ვთქვათ, ბიუჯეტის შესრულებას საფრთხე არ ემუქრება, როგორც შემოსავლების და გადასახდელების ნაწილში, მიდის სტაბილურად და ის პროგნოზები, რაც არის ფინანსთა სამინისტროს მიერ მოწოდებული, გეგმაზომიერად მიმდინარეობს. ზვიად ცეცხლაძის, ვეფხვია კასრაძისა და ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებული კიდევ 6 დემონსტრანტის საქმეზე ადვოკატებმა სასამართლოს დღეს დაასკვნითი სიტყვით მიმართეს. მათი განცხადებით, დაკავებულების მიმართ დანაშაულის დამადასტურებელი არანაირი მტკიცებულება საქმეში არ არსებობს და ერთადერთი გადაწყვეტილება, რომელიც მოსამართლემ უნდა მიიღოს, გამამართლებელი განაჩენია. განაჩენი სავარაუდოდ 1 სექტემბერს გამოცხადდება. Შევეცდებით, რომ ძალიან მოკლედ გავაკეთოთ აქცენტები მუხლის დისპოზიციაზე, ასევე იმ მტკიცებულებებზე, რომელი მტკიცებულებებიც იქნა წარმოდგენილი, ასევე დაცვის მხარის მხრიდან და იმ დარღვევებზე, რომელი დარღვევებიც ძალიან მრავლად არის ზვიად ცეცხლაძის სისხლის სამართლის საქმეში. ზვიად ისარგებლებს საბოლოო სიტყვის ფარგლებში ეტაპით და ის აუცილებლად სასამართლოს გულწრფელ ამომწურო ინფორმაციას მიაწვდის. აქცენტებს გავამახვილებთ მხოლოდ ერთ საკითხზე და ეგ იქნება სიმართლე. რას სიმართლეც დადასტურდა ჩემს მიერ მოყვანილი 6 მოწმით, რომელიც ბრალდების ხარემ გახადა უდავოდ და ეს იმას ნიშნავს, რომ თითოეულ სიტყვას, რომელიც გამოკითხვის ოქმში არის მითითებული და ეთანხმა, კერძოდ იმას, რომ ნიკოლოზ ჯავახიშვილს არავისთვის არ შეუქმნია საფრთხე და სამართალდამცავების მიმართულებით არანაირი პიროტექნიკა არ გაუსწრია. 5 არასამთავრობო ორგანიზაციის საბანკო ანგარიშები დაყადაღებულია. თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ორგანიზაციებს, რომლებიც საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან სხვადასხვა საქმეს ახორციელებენ, საკუთარ ანგარიშებზე წვდომა აეკრძალათ. ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2024 წლის პერიოდში საქართველოს პარლამენტის წინ და ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა ლოკაციაზე მიმდინარეობდა საპროტესტო აქციები. რამაც დროის მოკლე პერიოდში მიიღო ძალადობრივი ხასიათი და გასცდა კანონით დადგენილ ფარგლებს. მიმდინარე საპროტესტო აქციების პარალელურად ოპოზიციური პარტიების ლიდერების და ცალკეული არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელების მოწოდებებმა მასობრივ დაუმორჩილებლობასა და საყოველთაო წინააღმდეგობაზე საპროტესტო აქციები ეტაპობრივად გადაზარდა საპოლიციო ძალებთან დაპირისპირებაში. გამოძიებით დადგენილია, რომ სამართალდამცავ და წინააღმდეგ ძალადობრივი ქმედებების განმახორციელებელი აქციის მონაწილეთა სპეციალური საშუალებებით აღჭურვა კოორდინირებულად ხდებოდა მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციების სახსრებით. კერძოდ სამოქალაქო საზოგადოების ფონდის, სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის, დემოკრატიის მსვლელების, საქართველოს დემოკრატიული ინიციატივას,
საფარის სოციალური სამართლიანობის ცენტრის მიზნობრივი ფინანსები გამოყენებული იქნა ისეთი აღჭურვილობის შესაძენად, როგორიც არის სპეციალური აიწინაღები, დამცავი სათვალეები, პირბადეები, სახის დასაფარი ნიღბები, წიწაკის სპრეი და სხვა საშუალებები. აღნიშნული ორგანიზაციების ხელმძღვანელები ღიად მოუწოდებდნენ საზოგადოებას დაუმორჩილებლობისკენ და წინააღმდეგობისკენ. ამავდროულად მათი ორგანიზაციული და ფინანსური საქმიანობა სრულად იყო მიმართული ძალადობრივ ქმედებაში ჩართული პირების და მათი ოჯახის წევრებისთვის ფინანსური მფარველობის უზრუნველსაყოფად. ვინაიდან მითითებული არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობა გასცდა მათივე წესდებით განსაზღვრულ მიზნებს და მიღებული ფინანსების მნიშვნელოვანი ნაწილი მოახმარეს კანონსაწინააღმდეგო ქმედებების დაფინანსებას, სასამართლოს განჩინების საფუძველზე 27 აგვისტოს ყადაღა დაედო აღნიშნული ორგანიზაციების საბანკო ანგარიშებს, რითაც შეიზღუდა ფულადის სახსრების შემდგომი არამიზნობრივი განკარგვა. ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ბაღების მშენებლობა რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გურიის რეგიონში დაგეგმილი 28 საბავშვო ბაღიდან 4 ბაღის მშენებლობისა და რეაბილიტაციის სამუშაოები დაასრულა და 14 ბაღის სამუშაოებს ასრულებს. დაგეგმილია კიდევ 10 ბაღის სრულად განახლება. გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ხურჯუმელიძე ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ილია ბეგიაშვილთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო. გურიის რეგიონში ბაღების მშენებლობა რეაბილიტაცია სახელმწიფო ბიუჯეტიდან ჯამურად 54,600 მილიონი ლარით ფინანსდება. საბავშვო ბაღების სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს და უზრუნველყოფს სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის უსაფრთხო და განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოს. შეხვედრები ჰქონდა გურიის რეგიონში, გურიის რწმუნებულის ადმინისტრაციაში შეხვდით ყველა მერს, ძალიან საინტერესო შეხვედრა იყო. გავცვალეთ ჩვენი მოსაზრებები დღეს ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ მიმდინარე პროექტებთან დაკავშირებით, როგორც არის ძირითადად ბაღების მშენებლობა, ვისაუბრეთ სპორტულ ინფრასტრუქტურაზე, რომელიც არის დაგეგმილი ამ სამივე მუნიციპალიტეტში. დაახლოებით 28 ბაღი იყო დაგეგმილი გურიის რეგიონში, 55 მილიონი ლარის მოცულობის თანხის. დღეს მდგომარეობით სიტუაცია განსხვავდება სხვადასხვა კომპანიებთან მიმართებაში. 4 ბაღი დასრულებული არის ამ 28 ბაღიდან. 14-ში მიმდინარეობს სამუშაოები, სხვადასხვა სტატუსები აქვს ამ სამუშაოებს, ზოგან აქტიურად მიდის, სადღაც მოგვიწია გარკვეული შენიშვნების მიცემა, სადღაც ვადის გაგრძელება. ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილესთან, ბატონ ილია ბეგიაშვილთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად გურიაში მოვინახულეთ პროექტები, რომელსაც მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს. ეს შეეხება საბავშვო ბაღების მშენებლობას. მოვინახულეთ დასრულებული ობიექტები, ასევე მიმდინარე მშენებლობა და ის ობიექტები, სადაც გარკვეული გამოწვევები არსებობს. ობიექტები, სადაც შეფერხებებია, კონტრაქტორებს უკვე შეუწყდათ ხელშეკრულება და მიმდინარეობს სამუშაოები ახალი კონტრაქტის დასადებად. უახლოეს პერიოდში ჩვენს აღსაზრდელებს ექნებათ გამართული თანამედროვე სტანდარტების ინფრასტრუქტურა. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა თბილისსა და სამეგრელოს რეგიონში პროსტიტუციის ხელისშეწყობისა და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით 12 პირი დააკავეს და 13 ობიექტი დახურეს. დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე ჩინეთის მოქალაქეები. ფარული საგამოძიებო მოქმედებების კერძოდ აუდიო და ვიდეო ჩაწერის შედეგად მოპოვებული მტკიცებულებები დადასტურდა, რომ ობიექტების მენეჯერები და ადმინისტრატორები პროსტიტუციაში ჩაბმულ ქალებს სისტემატურად ხელს უწყობდნენ, კერძოდ მათ თბილისში მარჯანიშვილის, აღმაშენებლის, დადიანისა და წინამძღვრიშვილის ქუჩებზე მდებარე ობიექტებში ფართებს გარკვეული თანხის სანაცვლოდ გადასცემდნენ. გამოძიებით ასევე დგინდება, რომ აღნიშნული ობიექტების ადმინისტრატორები პროსტიტუციაში ჩაბმულ ქალებს კლიენტების მოძიებაშიც ეხმარებოდნენ. სანაცვლოდ კი ისინი ბრალდებულებს სექსუალური მომსახურების გაწევის შედეგად მიღებული ანაზღაურებიდან თანხას უხდიდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა გენერალურ პროკურატურასთან ერთად ბოლო 24 საათში თბილისსა და სამეგრელოს რეგიონში მოსამართლის განჩინების საფუძველზე კომპლექსურად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად პროსტიტუციის ხელშეწყობისა და პროსტიტუციისათვის ადგილის გადაცემის ბრალდებით 12 პირი დააკავეს და 13 ობიექტი დახურეს. დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე ჩინეთის მოქალაქეები. სამართალდამცველების მიერ სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების, კერძოდ აუდიო და ვიდეო ჩაწერის შედეგად მოპოვებული მტკიცებულებებით დადასტურდა,
რომ ობიექტების მენეჯერები და ადმინისტრატორები პროსტიტუციაში ჩაბმულ ქალებს სისტემატურად ხელს უწყობდნენ. კერძოდ, მათ თბილისში მარჯანიშვილის, აღმაშენებლის, დადიანისა და წინამძღვრისშვილის ქუჩებზე მდებარე ობიექტებში ფართებს გარკვეული თანხის სანაცვლოდ გადასცემდნენ. გამოძიებით ასევე დგინდება, რომ აღნიშნული ობიექტების ადმინისტრატორები პროსტიტუციაში ჩაბმულ ქალებს კლიენტების მოძიებაშიც ეხმარებოდნენ. სანაცვლოდ კი ისინი ბრალდებულებს სექსუალური მომსახურების გაწევის შედეგად მიღებული ანაზღაურებიდან თანხას უხდიდნენ. ასევე დგინდება, რომ აღნიშნული ობიექტების ძირითადად შემოსავალს პროსტიტუციის ხელშეწყობის შედეგად მიღებული თანხა წარმოადგენდა. სამართალდამცველებმა ჩატარებული ჩხრეკის შედეგად სავარაუდოდ პროსტიტუციის ხელშეწყობის შედეგად მიღებული ფული ნივთკიცებად ამოიღეს. დანაშაულები 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 254 მუხლით მიმდინარეობს, რაც პროსტიტუციის ხელშეწყობასა და პროსტიტუციისათვის ადგილის გადაცემას გულისხმობს. დღეისათვის სულ ეს იყო, მე მომავალ შეხვედრამდე გემშვიდობებით, კარგად ბრძანდებოდეთ.